უმნიშვნელოვანესია, რომ უწმიდური ვნებებისაგან თავდაცვა ადამიანისა მოხდეს ბავშვობის ასაკიდან. ეს უნდა გვახსოვდეს იმდენად, რამდენადაც ჩვენს გარშემო უამრავი ახალგაზრდა, უამრავი ბავშვია. თაობა, რომელსაც ჩვენ უნდა გადავაბაროთ ჩვენი სამშობლო, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ მათ არ დავიცავთ ვნებებისგან, ისინი უბრალოდ დაიღუპებიან, იმიტომ რომ იმდენად გამჯდარი ხდება ეს არასწორი ცხოვრების წესი და ვნებები მათ ბუნებაში, მათ სულად იქცევა, მათ ცხოვრებად იქცევა, რომ მე იქიდან გათავისუფლება არის შეუძლებელი და გახსოვთ თვალსწრები სიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვები მოგიყვანეთ, რომ ის აღმზრდელნი, იქ მშობლებზე საუბრობს, მაგრამ რო განვაზოგადოთ, ის აღმზრდელნი, რომლებიც ბავშვებს წმინდა ცხოვრებას არ უნერგავენ, მაგალითით სწავლებით, აღზრდის მეთოდებით, არამედ პირიქით უკეთურ წესშეულებებს და ვნებებს უნერგავენ. ბევრ სკოლაში პირდაპირ ესე ასწავლიან, რომ ესე იგი ტრადიციული ღირებულებები და კონსერვატორული ღირებულებები და რელიგიური ღირებულებები ეს არის ჩარჩო, რომელიც უნდა დაამსხვრიოს თანამედროვე ადამიანმა და ეს არ არის საჭირო და აი ესე რომ ბავშვი აღიზრდება სკოლაში და ეს ბავშვები იმდენად ზიანდებიან რომ მათ შეიძლება არაფერი აღარ ეშველოთ და სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, მე გითხარით, როგორც მახსოვს, რომ აი ესეთი აღზრდელნი არიან იმ გველის როლში, რომელიც იყო ინსტრუმენტი ეშმაკის ხელში, რომ ადამი და ევა ეცდუნებინა. და შედეგად რას ვიღებთ? შედეგად ვიღებთ აბსოლუტურად დესტრუქციულ საზოგადოებას, რომლისათვისაც ღირებულებები, უბრალოდ ღირებულებათა და ფასეულობათა სისტემა კი არ არის დამახინჯებული. არამედ საერთოდ აღარ არსებობს არანაირი ღირებულება, აღარაფერი აღარ არსებობს ღირებული. და ადამიანი არ შეიძლება იყოს უბრალოდ ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური არსება, რომელიც უნთხავს, ჭამს, ყლაპავს და სიამოვნებს. ადამიანი თუ ღირებულებათა სისტემას გამოეთიშა, რომელსაც ქვია ღმერთი, სული და ხორცი, რაც არის ადამიანი და დარჩა მარტო ხორცი, ის უკვე ადამიანი აღარ არის. აღარ არის ის ადამიანი. ამიტომ ჩვენი პასუხისგებლობა ქრისტიანებისა ძალიან დიდია, რომ ჩვენი შინაგანი ცხოვრები და შინაგანი მდგომარეობით ვანათებდეთ და ჩვენ რომ მართლები ვართ და მართლები რაში, რომ ქრისტე არის ღმერთი და რომ ქრისტეს გარეშე ღირებულებათა სისტემა იშლება და ის რაც ქრისტიანობამ დატოვა კულტურის სახით, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული და რომ სამშობლოს ცნება სწორედ ამას მოიცავს. ქრისტიანულ ღირებულებებს, ამას დამტკიცება კი არ ჭირდება, ამას ჭირდება ცხოვრების, შინაგანი ცხოვრების წესი, რომელიც სიტყვის გარეშე იმეტყველებს და ხალხს დაანახებს, რომ აი ეს ანათებს და ეს არ ანათებს. აქ სიხარულია და ბედნიერება და აქ რაღაცა გაუგებრობაა.